სალამი, ხაზია GeoTrader. ალბათ გაგიგია სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 1 წლის გასვლის შემდეგ 100-დან მხოლოდ 5 ტრეიდერი რჩება ამ საქმიანობაში. მიზეზი სხვადასხვაა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ უმრავლესობა ტრეიდერების მუშაობენ პატარა დეპოზიტით. პატარა დეპოზიტი უდრის პატარა პროფიტს. სანამ დამწყები ხარ რაღაც პერიოდის განმავლობაში შეიძლება ეს ასეთი სიტუაცია გაკმაყოფილებდეს. მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, რაც უფრო დააგროვებ გამოცდილებას, მით უმეტეს უმრავლესობა ბლოგერების ზემოქმედების ქვეშ თუ მოექეცი, რომლებიც გიჩვენებენ იმას, რომ ტრეიდერები ცხოვრობენ მდიდრულად, დადიან დუბაიში, დადიან ფერარით, ლამბორგინით და ასე შემდეგ, შენც გიჩნდება ავტომატურად ამის სურვილი, ზრდი რისკებს თითოეულ ტრეიდში, რაც ავტომატურად იწვევს იმას, რომ ერთ დღესაც დეპოზიტი გინულდება. ამ ვიდეოში მოგიყვები, როგორ შეგიძლია $79 გაზარდო დეპოზიტი $100,000-მდე. თუ წარმოუდგენელი გონია, უყურე ამ ვიდეოს ბოლომდე. სანამ გადავალ უშუალოდ ვიდეოს თემაზე, ტრადიციულად გთხოვ ლაიქი და გამოწერა. დიდი მადლობა, დავიწყოთ. როგორც მივხვდი, ჩვენი მიზანია დეპოზიტის, ანუ კაპიტალის გაზრდა. შესაბამისად, პირველი ნაბიჯი იქნება, რომ შეწყვიტო საკუთარი თანხებით ვაჭრობა. ამისთვის არსებობენ პროპ კომპანიები, რომლებიც გაძლევენ კაპიტალს იმის შემდეგ, რაც დაუმტკიცებ, რომ შეგიძლია ვაჭრობა პროფიტულად და გაევლი გარკვეულ გამოცდას, რომელსაც ქვია ჩელენჯი. ბაზარზე არსებობენ ბევრი პროპ კომპანიები, მაგრამ მათ შორის ცოტაა ვინც სპეციალიზირდება უშუალოდ კრიპტოზე. პირადად ჩემი არჩევანია პროპ კომპანია HashEdge, ვინაიდან 160-ზე მეტი კრიპტოაქტივი აქვს, ვინაიდან მოგების გაყოფა ხდება 80-20-ზე ტრეიდერის სასარგებლოდ, საპორტი მუშაობს 24/7-ზე და სწრაფად რეაგირებენ ნებისმიერ მონაწერზე და რაც ყველაზე მთავარია, მოგების გატანა ხდება მომენტალურად, აქვთ უმაგრესი მედია მხარდაჭერა, სანდოობა და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს პროპ კომპანია HashEdge-მა დუბაიში ჩაატარა გრანდიოზული ტურნირი ტრეიდინგში. ვხედავთ სხვადასხვა ჩელენჯებს. თითოეული ჩელენჯი გულისხმობს 2 ეტაპის გავლას. პირველი ეტაპის დროს საწყის კაპიტალს უნდა დავუმატოთ 8%, ხოლო მეორეზე უკვე 6%. მაქსიმალური წაგება პირველი ეტაპის დროს დასაშვებია 10%, ხოლო მეორე ეტაპის დროს უკვე 8%. როგორც ხედავ, იმისთვის რომ გაიარო მინიმალური $5,000 მოპოვების კაპიტალის მოპოვების ჩელენჯი, საჭიროა $79 გადახდა. მაგრამ არ იჩქარო, იმიტომ რომ პირველ რიგში გჭირდება ეფექტური სავაჭრო სისტემა. თუ გაქვს შექმნილი ასეთი სისტემა, მაშინ მისი გამოცდა შეგიძლია პროპ კომპანია FTMO-ს უფასო ჩელენჯის გავლაში. თუ გაიარე უფასო ჩელენჯი, მაშინ უკვე შეგიძლია გამოცადო შენი თავი ფასიანი ჩელენჯის გავლაში. მაგრამ შეიძლება ბევრს გაუჩნდა შეკითხვა, რას ნიშნავს სავაჭრო სისტემა. სავაჭრო სისტემა ეს არის გაერთიანება სავაჭრო სტრატეგიების, სეტაპების, მასში გაწერილი უნდა იყოს ყველაფერი. რა საათებში უნდა ივაჭრო, რა აქტივებზე უნდა ივაჭრო, რამდენი უნდა იყოს risk reward-ი, რა საათებში არ უნდა ივაჭრო და ასე შემდეგ. როგორც ვთქვი, სავაჭრო სისტემა შეიძლება შეიცავდეს რამოდენიმე სავაჭრო სტრატეგიას. ჩემი რჩევა იქნება ასეთი: სჯობს აერჩიო ერთი სავაჭრო სტრატეგია, კარგად დაამუშაო, დატესტო უფასო ჩელენჯის გავლაში და მხოლოდ ამის შემდეგ გადადიხარ შემდეგ საფეხურზე. შემდეგი საფეხური გულისხმობს მინიმალური ჩელენჯის შეძენას, რომელიც ღირს $79. დამეთანხმები, რომ ეს არ არის ისეთი კოლოსალური თანხა, რომელიც არ გავლის შემთხვევაში ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას მოახდენს შენზე. არ იჩქარო უფრო დიდი კაპიტალის ჩელენჯების შეძენა. ვინაიდან ჩვენი გეგმა იმაშია, რომ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ გავზარდოთ ჩვენი დეპოზიტი. ამას აქვს ბევრი უპირატესობა. მაგალითად, ეჩვევი პროპთან მუშაობას, ეჩვევი მსხვილ კაპიტალთან მუშაობას
რაც გულისხმობს დისციპლინირებულ და გააზრებულ ვაჭრობას, ნაკლები ემოცია და უაზრო ტრეიდინგი. შენი ტვინი და გონება ადვილად ეჩვევა ასეთ ეტაპობრივ გაზრდას დეპოზიტის. კიდევ ერთხელ გადავიდეთ გეგმაზე. პირველ რიგში უნდა შექმნა სავაჭრო სისტემა, შემდეგ უნდა გაიარო უფასო ჩელენჯი და შემდეგ უნდა შეიძინო ფასიანი მინიმალური ჩელენჯი HashHedge-ის საიტიდან. მას შემდეგ რაც წარმატებით გაივლი ორივე ეტაპს, მიიღებ $5,000 ოდენობის დაფინანსებას პროპ კომპანიისგან, ხოლო როგორც კი გამოიმუშავებ $99, შემდეგი ნაბიჯია უკვე $10,000 ჩელენჯის შეძენა და ასე ყოველი დაფინანსებიდან. იღებ შენს პროფიტს და იძენ უკვე შემდეგ ჩელენჯს. ასე და ამგვარად გამოდის, რომ სულ რაღაც $79-ით გაქვს შანსი მიიღო მართლობაში $100,000 კაპიტალი. დამიჯერე, ეს არის ყველაზე მოკლე და უსაფრთხო გზა, როგორ შეგიძლია გაზარდო შენი კაპიტალი და შესაბამისად გაზარდო პროფიტიც. მოდი ახლა გადავიდეთ ტექნიკურ მხარეზე და განვიხილოთ ჩელენჯის გავლა $5,000 დაფინანსებისთვის. პროპ კომპანია პირველ ეტაპზე გიყენებს შემდეგ მოთხოვნებს. მოგება 8%, მაქსიმალური დასაშვები წაგება არაუმეტეს 10%-ისა, დღიური წაგება 5%. ახლა ეს პროცენტულობა გადავიყვანოთ დოლარებში. საერთო ჯამური წაგება მაქსიმუმ $500, ხოლო მაქსიმალური დღიური წაგება $250. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არის საერთო ჯამური წაგება, რომელიც უდრის $500. ანუ რეალურად ჩვენ ვმუშაობთ $500. მიუხედავად იმისა, რომ დეპოზიტი შეადგენს $5,000. ახლა უნდა განსაზღვრო რისკის რაოდენობა თითოეულ ტრეიდში. მე გირჩევ ამის გაკეთებას სავაჭრო სტრატეგიის win rate-დან გამომდინარე. თუ win rate არის მაღალი, მაშინ შეიძლება რისკის აღება 5%. $500 5% უდრის 25%-ს, ეს იქნება ჩვენი რისკი თითოეულ ტრეიდში. თუ სტრატეგიის win rate დაბალია, მაშინ ავიღოთ რისკი 2%. $500 2% უდრის $10, ეს იქნება ჩვენი stop loss-ის თანხა თითოეულ ტრეიდში. გამოდის, რომ პირველ შემთხვევაში შენ გექნება 20 მცდელობა, ხოლო მეორე შემთხვევაში 50 მცდელობა იმისთვის, რომ გაიარო ჩელენჯი. ორივე შემთხვევაში ყველა მცდელობა უნდა იყოს წარუმატებელი, რომ ჩელენჯი ჩააგდო. თუ გადალახე პირველი ეტაპი, უკვე გადადიხარ მეორე ეტაპზე. მეორე ეტაპზე ზოგი პირობა იცვლება, ასე რომ იგივე პრინციპი გამოიყენე უკვე პროცენტულობის დოლარებში გადასაყვანად. ძალიან მნიშვნელოვანია და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტრეიდერი დროში შეზღუდული არ არის ამ ეტაპების გავლაში. კაპიტალის გაზრდის თელს ამ სქემაში ყველაზე რთული არის ერთი: საკუთარი სავაჭრო სისტემის შექმნა. მთელი შენი ყურადღება და დრო უნდა გადაიტანო ამაზე. ხოლო როცა შექმნი, ჩათვალე, რომ ყველაზე რთული გზა გავლილია. დამიჯერე, ამაზე მოკლე გზა შემოსავლების გაზრდის ტრეიდინგიდან არ არსებობს. რომ დაუშვოთ თითოეული ეტაპის გასავლელად გჭირდება 1 თვე და პლუს კიდევ 1 თვე შემდეგი ჩელენჯის თანხის დასაგროვებლად, გამოდის, რომ სულ რაღაც 14 თვეში შენ გექნება განკარგულებაში $100,000 დეპოზიტი. $100,000 თვეში სულ რაღაც 8-10% რომ დაუმატო, გამოდის, რომ გექნება პროფიტი 8-დან $10,000-მდე. საიდანაც ტრეიდერის მოგება 80%-ია, ანუ გამოდის შენი სუფთა მოგება $6,400-დან $8,000-მდე. საშუალო სტატისტიკური საქართველოს მოქალაქისთვის რამხელა თანხაზეა საუბარი, ალბათ ხვდები. როგორც ვთქვი, ყველაზე რთული არის საკუთარი ეფექტური სავაჭრო სისტემის შექმნა. თუ გსურს მაქსიმალურად მოკლე დროში მართო მსხვილი კაპიტალი, მაშინ გიწევ ჩემს საავტორო კურსზე Smart Trader კურს 2-0, რომელიც ბაზირებულია მოცულობით კლასტერულ ანალიზზე. აქ შენ არ დაგვხვდება სამკუთხედების და სხვადასხვა პატერნების შესწავლა. კრიპტობაზარზე ტექნიკური ანალიზი ისე აღარ მუშაობს, როგორც მუშაობდა ადრე. სამაგიეროდ ის, რაც მუშაობდა და იმუშავებს ყოველთვის, ეს არის მოცულობით კლასტერული ანალიზი, რომელიც გაძლევს საშუალებას მიიღო რეალური საბირჟო მონაცემები რეალურ დროში და შესაბამისად ზრდის სწორი გადაწყვეტილების მიღების შანსი. კურსზე მიღებულ ცოდნას გაამყარებ საშინაო დავალებებით, გვექნება ლაივები
ერთობლივი ვაჭრობით, ერთად გავარჩევთ შენს წარმატებულ და წარუმატებელ ტრეიდერს. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია შენი განვითარებისთვის. ერთად შევქმნით შენზე მორგებულ სავაჭრო სისტემას, რაც დაგეხმარება ჩელენჯების გავლაში. ამით დროა დავასრულოთ დღევანდელი ვიდეო. იმედია მოგეწონა, იმედია სასარგებლო იყო შენთვის. კომენტარებში შეგიძლია მოიწერო თუ გაქვს ჩელენჯების გავლის გამოცდილება, რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი. ასევე არ დაგავიწყდეს ლაიქი და გამოწერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.